მოგესალმებით, ეს არის კვირის თემა კოტეჯა ვარიზისთან ერთად. ჩვენ დღეს ვიმყოფებით ინგოროყვას ნომერ 6-ში, მიწის დონიდან -3 სართულზე, გვირაბების ქსელში, ასე რომ ვთქვათ, გვირაბების ქსელის მაგვარი დაწესებულება თუ რაღაც არ ვიცი, ზემოთ არის შენობა, მაგრამ აქ არავინ ჩამოდის, როგორც ხედავთ, აქეთ-იქით წიგნებია, სავარაუდოდ ეს იყო ძველი ბიბლიოთეკა, რომელიც როგორც ხელნაწერებით და დათარიღებით მივხვდი და მე წავიკითხე ხელნაწერები და აღმოჩნდა 1999 წელი დათარიღება 1994 წლიდან დღემდე. ანუ 1994 წლიდან ეს არსებობდა უკვე, სავარაუდოდ მე იქითაც ვიყავი გასული ჩემ ოპერატორთან ერთად და იქით არის მსგავსი გვირაბების გაგრძელება, რომელიც არის ამოქოლილი ზოგი და რომელიც არის გადაკეთებული. ახლა ჩვენ შევეცდებით, მართალია ძალიან ბნელა, მაგრამ ძალიან შევეცდებით რომ ჩვენ გავიდეთ იქითაც და მოგაწოდოთ ვრცელი მასალა. სადოთ იქნება გავიდეთ რამენაირად და აქეთაც არის რაღაცები გაგრძელება და გავალთ მოგვიანებით. აქ როგორც ხედავთ არის უამრავი მსგავსი მასალა, ძველებური მასალა, ძველი სანათი, ასევე რაღაც ბევრი ისეთი ნივთი, რომელიც ამოცნობაც შეუძლებელია, ბევრი ისეთი ნივთი, რომელიც ძალიან ძველად არსებობდა და ჩვენამდე ვერ მოაღწია. აი ეს მაგალითად სპიდომეტრი, პრიზის ძველი საბჭოთა სპიდომეტრი, რომელიც აღარც კი მუშაობს, ამის გამოყენება შეუძლებელია ყოველად. ესეთები გამოდიოდა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც გადაიღეს ჭრიჭინა და მსგავსი ფილმები, ანუ 56 წლიდან 85 წლამდე. ეს ზუსტად ქალბატონებო და ბატონებო არის ის საბუთი, რომელიც დათარიღებულია მაგალითად 1999 წლის 17 დეკემბრით. და საბუთი არის ვინმე ბატონ ლი დურლანდის სახელზე. ამის აქედან დადგინდა შესაძლებელია იმის, რომ აქ ცხოვრობდა უცხოელი. აქ წიგნები იმდენად ძველია, რომ მისი გადაშლაც კი შეუძლებელია და იმდენად შენახულია, რომ მისი გახსნაც კი შეუძლებელია, მაკრატლითაც კი. მე შევძელი, მაგრამ ვერ გავჭერი ვერანაირად. ხილად ბევრი ბასრი ნივთიც არის და არ გავიჭერათ ხელი ან რამე. ზოგი კედელიც გამაგრებულია, ან შეკეთებული. იმიტომ რომ ეს შენობა არის იმაზე ძველი, ვიდრე ჩვენ მგონია. შემდეგ გადავალთ ზუსტად იმ სახლში, სადაც ბერიამ ჩამოიხრჩო თავი და მოსახლეობის თქმით და გაზეთშიც კი ეწერა და ასევე ერთ-ერთ ინტერნეტ პორტალზე, რომ ისმის რაღაცა ხმები. რა თქმა უნდა, სარდაფიდანაც თუ შევძლებთ იმ სარდაფში ჩასვლას. მე ყოველ შემთხვევაში მოვახერხებ ჩემ ოპერატორთან ერთად. ნახოთ რა მოხდება. ახლა გავაგრძელოთ ამ ასე ვთქვათ, ქსელის თვალიერება და თუ რამეს წავაწყდებით, წავაწყდები მე პირადად აუცილებლად განახებთ. ეთერში შეგახსენებთ, ეს არის კვირის თემა კოტეჯა ვარიზისთან ერთად და თქვენ უყურებთ სრულიად განსხვავებულ კვირის თემას. როგორც ხედავთ, ესენიც გამაგრებულია. ჩემი აზრით, აქ წინა ინფორმაცია ნამდვილად არ არის ამ სახლზე და არა მარტო ამ სახლზე. სავარაუდოდ ინგოროყვას ნომერ 6-ში მდებარე, ასე რომ ვთქვათ, ეშმაკის სახლზეც არის მსგავსი. ამ დილას ვიყავი შესული, დღეს დილას მოვახერხე შესვლა დილის 11-ის ნახევარზე, მაგრამ ეხლა როდესაც მეორედ უკვე დავბრუნდით, პრარაბმა, ასე რომ ვთქვათ, მე და ჩემი ოპერატორი არ შეგვიშვა და გამოგვისტუმრა ძალიან დიდი სიმკაცრი. რატომ ასე თუ არაფერი არ ხდება შიგნით. მე რა რო ვიღა სხვისი საკუთრება. ჩვენ ხო არაფერს ვაშავთ, ჩვენ უბრალოდ უნდა გადაგვეღო მასალა და ფოტომასალა, მაგრამ არა უშავს. უკეთეს გარემოში ვართ ეხლა. და თქვენს ქალბატონებო და ბატონები. გაზეთის სტატიების მემატიანე. დათარიღებული 1972 წლით. როგორც ხედავთ, ვაჩვენებ ეკრანზე 1972 წელი. ძალიან ძველი, აქ ძალიან ძველი მასალებია. მე შეიძლება შეიძლება ზოგადად ნივთებში ქექვა და უცხო ნივთებში ქექვა, მაგრამ კიდია.
1970 წელი. უფრო ძველი. ალექსანდრ შიმკიევიჩი. ეს ზუსტად ის ალექსანდრ შიმკიევიჩია, ნახსენები, რომელმაც ააშენა ზუსტად იმ სატანის სახლი. ასე ვთქვათ, რაღაცა უთოს მივაყოლიეთ, მაგრამ აქედან აღება არაფერზედება შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო ხმება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ზემოთ განთავსებულია კონსერვატორიის ნაწილი. ვთქვათ, რაღაც სააგენტოს არის, რომელიც უცხოელებს ეკუთვნით. ჩემი რო იყოს ეს სახლი, ბევრ საიდუმლოს ავხდიდი ფარდას უფრო, მაგრამ არ გამიმართლა რატომღაც. აქეთაც რაღაც ოთახი როგორც ხვდები, როგორც ფერად. სავარაუდოდ აქ არის მაღალი დაბლა ATS-ის, თელასის. შეიძლება ვახორდეთ ამას სანამ მოვკვდით. სიტყვი ჯერ ადრე ჩვენთვის მგონი ხო? საკმაოდ მოძველებული წყლის გაყვანილობა. რომელიც ასევე ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, მაგრამ მე შენ რამის ხელი მოვკვდე, იმიტომ რომ აქედან დენი გადის, როგორც ხედავთ, თო ოპერატორს აჩვენოს. ეს რამდენიმე წლის მიდდა იქით, უკვე დენი და მთელი ამბები. ფაქტობრივად შევარ მთელი თელასის, ასე ვთქვათ, საწავში. მოყოლიანი. იმედია მშვიდობიანად გავალთ აქედან, პირდაპირ ბერიას სიკვდილის ადგილას. როდესაც ასევე შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში. ახლა ოპერატორს ხო გამოყვეს მეორე ოთახში, რომელიც დავინახეთ, იქაც მგონი მსგავსი ქსელია და იმედია საინტერესო იქნება ეს ყოველთვის. ეს არის განსხვავებული კვირის თემა. ხედავთ, ძვირფას გავუტოვებო და ვატოვებო ვიღაცები შემოვიდნენ, მაგრამ არ მივიჩნევთ. მიაკოლოს სერვერის ტერიტორია თუ რა ხდება? სეგმენტად ძველი ტერიტორია. მაგრამ მე მაინც გადავშლი, ჩემი რა გადის რომ. მაქსიმ გორკის ტიპი. ბიბლიოთეკა იყო რა. жизнь, ვლიმა რუსული მაგარი დამოუკიდებლობა 1925-დან 36 წელი. ძალიან ძველი. შევავდეთ. უკითხავთ ეხებთ წიგნებს ძველ ბიბლიოთეკაში. მაგარი დღეში ვარ. ახლა ამ პატარა ნაწყვეტით დაგემშვიდობებით და შევხვდებით მეორე ბლოკში უკვე ბერიას სახლში. მოგესალმებით, ეს არის კვირის თემა კოტა ჯაფარიძესთან ერთად თქვენ უყურებთ განსხვავებულ კვირის თემას, ასე ვთქვათ, სარდაფებიდან, გვირაბებიდან, წეგან თქვენ ნახეთ გვირაბების ქსელი, ასე ვთქვათ, რომელსაც დიდი ძებნის შემდეგ მივაგენით. ეხლა თქვენ ჩვენ მე და ჩემი ოპერატორი ვართ ერთი სახლის სარდაფში, რომელიც ძალიან გავს რაღაცას, ასე ვთქვათ, აქ არის ბევრი საინტერესო წიგნი. ბევრი საინტერესო რაღაცები მსგავს ვადგავარ და დავიმტვრ ფეხი. ეს არის გადაცემის მეორე ბლოკი და ჩვენ შევეცდებით წინ წავიდეთ და ვინახოთ რა არის აქ ამ ტერიტორიაზე თუმცა ოპერატორს ხოლმე მაგინოს საშინელი მეზობლები არიან გაგვყოლიან ყველას. ამათებელსაც იგივე ვთხოვთ შეიძლება. გამიმდინეთ. აქაც ყოფილა ოთახი. მოვიდეთ. ოღონდ არა ოპერატორს რომ მოვიდეთ. საიდან ანაბო. აი მადლობა. რამდენი აგური დავუპროდეთ ახლა მადლობა რომ ან. მართალია ეს სახში ზრომიალი ცოდვაა, მაგრამ რა ვქნა თემა ასე. მე ვაწყობ სახელმწიფო გუნდების.
ისე ისენგეს ვარაფერი, თუმცა აქ ეთყობა, რომ რაღაც სახლის, ძველი სახლის გამოგრძელება იყო, რომელიც შიგადაში გამოქოლეს, შიგადაში გადააკეთეს, რომ რას უნდადეს რომ არ შეტყობოდა ყველაფერს იერი, იმისი, რომ რაღაც იყო აქ. აი, როგორც ხედავთ, ამოქოლილი აქაუროა ფიცრები, რომელიც მოხსნათ შეუძლებელია ხიშშიშველი ხელით. აქედან გავიდეთ ეხლა რამენაირად, თორე ჩამოგვივარდება ხალხი. ძალიან გზნავი არა ეს, გადის აქედან და ძალიან საინტერესო გადაცემა წინ. ეს ისეთები მოხდა ჩვენ პირველ სიუჟეტში, რომ ძლივს ჩავწერეთ რეპორტაჟი, ასე რომ ვთქვათ. შემდეგ შემოგთავაზებთ ვიდეო მასალას. ასე ვთქვათ, ეროსკაიადან თუ შევძელით, თუ გვეყო ფორმატი. ეს იქნება. დავიჩვენე რომ ამიტანი. ეს იყო სისტემა კოტეჯებარიზესთან და მეორე სიუჟეტი და შევხვდებით მესამეში თუ მოვახერხეთ დროებით. ახლა გავიგებთ რას ფიქრობენ აქაურები ამ სახლებთან დაკავშირებით. დავიწყოთ გამოგიხარ. და მახსოვს ერთი თემა ამოუცნობი. და ჩემი გადაცემის თემა შეეხება დღეს ზუსტად მსახს, რომელიც დგას 6 ნომერში და თუ რამე ისტორია ის ამ თემასთან დაკავშირებით იქნება გავხსნით რამე პასუხი. მსგავსი გვირავები რომ სახლის ქვეშ არსებობდა, ამაზე ხსნიან რამე? და ეს რომელ წლებში იყო ხოლმე? და იმის მერე აღარავინ ახლა არც შევიდა, არც გამოვიდა. დიდი მადლობა. გაიხარეთ. ვილის თემა კარგად ჩაიარა. გვაქვს შედეგები, როგორც პირველი სიუჟეტში, ასევე მეორე სიუჟეტში. და მადლობა ღმერთს, რომ ხალხი არ გადაგვეყარა და არ გაგვაგდეს აქედან. ჩემს სიტყვას როდესაც ვამბობ, როცა სვავ ასეთ კითხვას თუ რატომ, ამაზე ყოველთვის ვცემ მე პასუხს. რა თქმა უნდა, ამბებით, მასალებით, არქივით და სხვადასხვა ისტორიებით. და ასევე არცად ჩასვლაც მე არ მიზნელდება. თუ ეს ჩემს პრიორიტეტში შედის, მე ყველგან ჩავდივარ, ყველანაირ პასუხს ვითხოვ ყველანაირი თემიდან. რაც მე ძალიან კარგად გამომდის. კვირის თემა ასეთი ამბებით ყოველთვის გაგრძელდება, მე მაქვს ამის იმედი, ძალიან დიდი იმედი და როგორც მათი ისურვებს ის იქნება ყოველთვის, მაგრამ ამ ცხოვრებაში როგორც მე ვისურვებ ის იქნება ყოველთვის. ეს იყო კვირის თემა კოტე ჯაფარიძესთან ერთად. შევხვდებით უკვე შემდეგ გადაცემაში. ზუსტად ხვალ ახალი თემით, ახალი ადგილით, ადგილი ჯერ დაანონსებული არ მაქვს, თუმცა თბილისში არსებობს მსგავსი ადგილები, ძალიან ბევრი ადგილი, გვირაბების ქსელიც კი და სარიტუალო დარბაზიც. მე დავადგენ სად არის ეს სარიტუალო დარბაზი ზუსტად და მე მოვახერხებ ჩემ ოპერატორთან ერთად ზუსტად იქ შესვლა. ნახოთ რა როგორ იქნება. მადლობას გიხდით ყველას. ასე რომ თქვა ყურებისთვის, მოსმენისთვისაც და თუ რამე შეცდომა დაუშვი, მაპატიეთ და თუ არა და თუ არ დაუშვი შეცდომა და თუ ამ გადაცემას ბევრი დისლაიკი ექნა, значит ყველაფერი კარგად გამომივიდა. დიდი მადლობა ნახვისთვის და მადლობთ ყურადღებისთვის. ნახვამდის.